იყო და არა იყო რა. ღვთის უკეთესი რა იქნებოდა. იყო ერთი წითელქუდა. დედამ გაგზავნა ბებიასთან. მიდიოდა და მიიმღეროდა. წითელი ქუდი მახურავს, ბებიასთან მივდივარ, რა კარგია. გზად ლამაზი ყვავილები დაინახა და გზიდან გადაუხვია. კალათა ლამაზ-ლამაზი ყვავილებით იყო სავსე. მგელმა შორიდან შენიშნა წითელქუდა. ორა კარგი გოგოა, მივალ და შევახრამუნებ. წითელქუდა მშვიდად მიუყვებოდა გზას. ერთი სული ჰქონდა, როდის ნახავდა თავის საყვარელ ბებიას. გამარჯობა, რა გქვია? წითელქუდამ ქვია. სად მიდიხარ? ბებიასთან ტყის გადაღმა. მგელი დაემშვიდობა და მოკლე გზით გაემართა ბებიასთან. მგელი გაშმაგებული გაიქცა ბებიას სახლისაკენ. მირბოდა უღრან ტყეში, შიმშილი დაუფლებოდა და კბილებს ილესავდა. დააკაკუნა და ბებიამ კარი რომ გააღო, შეშინდა და თავქუდ მოგლეჯილი ტყეში გაიქცა. ბებია ძალზედ შეშინებული იყო. აღარ იცოდა სად წასულიყო. ამასობაში წითელქუდა მივიდა სახლთან. დააკაკუნა, კარი ღია იყო. გადაწყვიტა სახლში შესულიყო. ისე კი გაუკვირდა, რატომ არის კარი ღიაო. სახლში შევიდა. მგელი უკვე ბებიას საწოლში ჩაწოლილიყო. წითელქუდას ელოდებოდა. ბებია ეუცნაურა, მაგრამ მაინც ტკბილად მიესალმა. შემდეგ კი ჰკითხა. ბებია, რატომ გაქვს ასეთი დიდი თვალებიო? იმიტომ რომ კარგად დაგინახო. ბებია, რატომ გაქვს ასეთი დიდი კბილები? იმიტომ რომ შეგახრამუნო. შეშინებული წითელქუდა გამოიქცა სახლიდან. მისდა საბედნიეროდ ეზოში ბებია დაინახა, რომელსაც თოფი ჰქონდა მომარჯვებული. და მგელს დაუმიზნა. მგელს შეეშინდა და ტყეში გაიქცა. ამის შემდეგ მგელი აღარავის უნახავს. წითელქუდა და ბებია კი ერთად დიდხანს და ბედნიერად ცხოვრობდნენ. მადლობა.